სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდრეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ბაჩვენე ბონჯუკს ახლავე. ბონჯუკ, გარეთ გინდა გასვლა, ბონჯუკ. გუშინ რო გამბოუშვი, ისე იარე, სიტყვებით ვერ გადმოცი. თან ფაისალიც აუყვანიათ. ყველანი ერთად, ფაისალი კიდეს მათთან ერთადაა და მეთაურობს. დღეს ისევ გავუშვებ. ფერმაში რამდენიმე ცნდება შევიტანეთ, ამას გაჩვენებ. თქვენთვისაც ძალიან კარგი აბავი მაქვს. ნორა ჩვენი გოგო იმშობიარა, ალჰამდულილა, ჯამთელი ლეკვები ყავს, მათაც გაჩვენებ. დღეს ძალიან დატვირთული ვიდეო იქნება. თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს. მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული, გააკეთეთ ერთი სიკეთე. თუ ამ ვიდეოს მოიწონეთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწეთ, ძალიან გამიხარდება. გადაიღე. შეხედეთ ჩემს ლომებს, დესტანი მოიგებს. ამ გოგოსთვის ჯერ კიდევ არ დამირქმევია სახელი, მეგობრებო. ამ ვიდეოში მის სახელს გადავწყვეტ. ამ ვიდეოში სად არის ჩემი გოგო, ჩემი ლამაზი, ნამდვილი ლომია. მომავლის ლეგენდა, მოდი აქ. ღმერთს გეფიცები, შენზე ვგიჟდები. მაშალლას ჩემს გოგოს. მაშალლას ჩემს ლამას. მოდი ნახოთ. მოდი ბონჯუკები გავუშვოთ. ბონჯუკ, მოდი ბუქდი ბიჭო. ჩემი ბონჯუკები ცოტა იარონ. დესტანი აქ არ მოვიდეს. მოდი ბონჯუკ, მოდი, რეის, მოდი. რეის, მოდი ეს ადგილი შენია, მოდი ბიჭო. ბონჯუკმა პირდაპირ თავისი ავტორიტეტი დააფიქსირა, აბა წარმატებები. მოდი ნახოთ, მოდი. მოდი დღესაც მწყემსობას დავიწყოთ. გარეთ არის ისეთი ძაღლი, რომელიც მათ დაესხმება. არა, ბაბუა, ხო იცით, სოფლიოში ერთადერთი მოიცადე, ბაბუა, რაღაც მაინტერესებს დესტანი. დესტანი პირველად გავუშვით ხებთან ერთად. რაღაცა სიტყვის, ბაბუა, ეს არის სოფლიოს ერთადერთი დობერმანი მწყემსი ძაღლი. დესტან, ჩემი სიმპათიური ბიჭი, ბალახებში რა ქარიზმით გახარ, ბიჭო, ასე. ჩემი ლომი ხარ. ჩემი ქარიზმატული ბიჭი, შენ სჭირიმე. ხებიც უკვე ყოველდღიურად გამყავს საძოვარზე, როგორც იცი. ძმაო, ყველგან ბალახია. ესენი, დესტანი მოვიდა ეხა ერთი წუთით. დესტან, ერთი წუთი. შენ უსინდისო, შენ. შენ. შვილო, არ გეუბნები წესიერად ითამაშე მეთქი. მაშალლა, როგორ გაიზარდა ეს ოხერი. შენ სჭირიმე, მაგრამ მოდი ჩაკეტო, დესტან ბაბა, მოდი. შენ ეხლა აპირებს უდად მოიცე. სხვა ძაღლებსაც გაავიზიანებ. შენ ძალიან ჯიუტი ხარ, გაჩერდი. გაჩერდი, შვილო, გაჩერდი. ერთი წუთი, დესტან. გაბრაზებულია, რომ ჩავკეტე. ნახე, დამბლეც ეს გიჟი. მოდი აქ, ბონჯუკლარ. ამათთან ერთად პუსად ბაბაც გამოუშვა. არის ისეთი ძაღლი, რომელსაც პუსატი ეჩხუბება. მოდი შევხედოთ, არა? პუსად, მოდი გადიშვილო. პუსადს ეხლა მწყემსის ძაღლად ვაქცე. პუსად. ჩემი ლომი ხარ, მაშალლა თქვენზე. რას ვამბობდი, ძმაო? საკვების ფასები ძალიან გაიზარდა, გაფრინდა. ამათაც მაშალა საკვები არ ყოფილ, უყურებთ, რომ წონაში არ იმატებენ, კარგად და სჭამენ. ესენი რძის თხები არიან. ამიტომ ცოტა უფრო პატარები არიან, საანენის თხები. ბონჯუკ ბაბა, გარეთაც კარგად გამოიყურები, ჩემო ლომო. ეხლა ყოველდღე დილიდან საღამომდე თავისუფლად ხარ. ბონჯუკ, როგორ ხარ, მეფეო? მოიცადე, ნატაშა. ეგრევე ეჩვიანობთ, ეგრევე. ოღონდ არ ვეფერო სხვებს. მოიცადე, არა, წესიერად იდექი, არა, ნატაშა. დაიცადე, ბონჯუკ, დაარტყი იმ ბაბუას ხა. დაარტყი, ჩემო ბიჭო, ბაბუამ ჭკუა ისწავლოს, დაარტყი მაგას. არ შეიბრალო, ბონჯუკ, არ ყურო მის სრემლებს. ცუდო ბაბუა, დაკეტო. ეხლა კი ბაბუას ბოლო მოვიდა, ნატაშას ბოლო მოვიდა. ისინი ბონჯუკ შეხედე, ვაი, ღმერთმა დაგიფაროს. დაარტყი ბონჯუკ. თხა ძაღლების წინააღმდეგ. ხედავ? ბონჯუკთან კიდე 2-3 მამრი რო იყოს, ამ ძაღლებს სულ გაანადგურებთ. მართლა გეუბნები. ეი ნატაშა, მოდი ზედმეტად ბევრი ყურადღება მოგაქციეთ და გაათამამდით დამანებეთ თავი. ჩემგან ენერგიას იღებენ, თორემ ჩვეულებრივ არაფერს ამბობენ, ნუ უყურებ. ჩვენი თხები გაიარო. კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდით. ბუნაგში მყოფების რო ნახეს ესენი, გაგიჟდნენ. ძმაო, ხო იცით, ბაბუების დასაკეტად ადგილი გჭირდებოდა. გუშინ ეს გავაკეთეთ, სკაისთან ძალიან კარგი კარი გავაკეთეთ. ინსტაგრამზე ვიც მიხვება, იცი, ჩემი ინსტაგრამის მისამართია typhoon.demis-ჯით, იქ გამომკევით, როცა ვაკეთებთ, ვაზიარებთ. კონტეინერებში საქმე თითქმის დასრულებულია, სამზარეულოს გავაკეთეთ და სხვა რაღაცებიც კიდევ თვის ბოლომდე იქ მუშაობას გავაგრძელებთ.
ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი რემონტით ვიყავი დაკავებული, ამიტომ ვიდეოებს ცოტა ყურადღება მოვაკელი ბოდიში, მაგრამ მალე სრული სისწრაფით გავაგრძელებ ზმაო, სრული სისწრაფით. ამთვის ბოლომდე ყველაფერს დავამთავრებ და მერე სრული სისწრაფით. ეხლა ბონჯუგებო, მოდით აქ იბალახეთ. როკი, შენს ცხენს ზაღლად გაგხადო, როკი. როკი გუშინ მაღაზიაში წავიყვანე, კალათაში იჯდა და ასე დადიოდა. ძალიან სასაცილო იყო მაღაზიაში, უნდა გენახათ. პრინცესა, ლეკვები რასაკეთებენ ძვირფასო? მაშალა, ამიდებიც რამდენიმე დღეა, კარგია. აუ, ნახე, აი იქიდან ნავეს გადაირე რა. სუნდურმა წინა მხრიდან. მაშალა, ძალიან ლამაზად ჩანს, მეგობრებო. აქედა რო უყუროთ, როცა იქეს დავამთავროთ, ლეგენდარული ხედი იქნება. იზაბელ ხანუმიც ეხლა კონტეინერშია. იზაბელიც მოვიყვანე, უთხარი ცოტა ისე იარემეთ, თორე ვიდეოში ეხლა თხებს და სხვებს დაესხმება თავს. მანამდე დავხურავ ეხლა იქა. იქაც როცა დეტალებს დავამთავრებთ, ინშალა ძალიან ლამაზად გამოჩნდება. ბავშვისას ერთი ახალი დათვი ვიყიდე, ისიც გადაირე, ფანჩატურში წევს. გასასუქებლად თუ ღმერთი ინებებს, ყურბანისთვის ზრდით მასაც. რაც მოვიდა, კარგად გასუქდა, ყურბანზე კარგ ხორცს მოგცემს, ინშალა ისიც იქცევს. მოდი. კარებიც ასე გავაკეთეთ, ახალ გალიას ვაპირებდით, მაგრამ თქვი ძმაო, ახალი გალია არ გვჭირდება, რაღაცას მოვიფიქრებთ. ვიფიქრე, საკუჭნაოები გამოვიკენდოთ მეთქი, ეხლა იქაც დავასუფთავებ და ყველაფერს მოვაწესრიგებთ. ნახე, აჩვენე, აქაურობა ასე. იცით, აქ შუა კარი გატეხილი იყო, გუშინ აქ ესეთი კარი გავაკეთეთ, შავადაც კარგად შევგებეთ და ძალიან ლამაზად გამოჩნდა, ძმაო. პირველი ოთახი, ესეთი გვაქვს. მაგალითად, ნატაშას და სხვებსო დავხურავ, ძმაო, პირდაპირ აქედან შევიყვან შიგნით. თანაც ფლიანად ბეტონია და აქედან ვერ გაიქცევია. აქ ყველაფერი კარგად მოვაწყოთ. კარიც ძალიან კარგი გამოვიდა. მოდი შიგნითაც გაჩვენეთ, სხვათა შორის, კარი ჯერ არ დასულებულა, უბრალოდ დავაყენეთ, დღეს ამ ნაწილებს შევადუღებთ. შიგნით ეხლა საშინელი სუნია, აქ ყველაფერს ნაგავს, უსარგებლო ნივთებს ყრიდით. საღლებმა გუშინ აქ საკმაოდ ბევრი თაგვი დაიჭირეს, ერთი თაგვიც აი იქაა, ნახე, თაგვი იქა. პირდაპირ გეუბნები ძმაო, შიგნით თაგვების შემოსევა, აქ ყველგან თაგვებია. ზაღლებმა გუშინ აქ ყველაფერი კარგად გაასუფთავეს, თაგვებისგან გაათავისუფლეს, ფრესაც აქაურობას დავასუფთავებთ. აი ახლა მაგალითს მოგცემ, მოიცადე, მე გარეთ გავიქცევი. ყველაზე დიდი პრობლემა დედე ასია ნატაშა. მოდი ჯერ ისინი დავკეტოთ. კარს საკეტი არ აქვს, აქ საქმე ჯერ არ დასრულებულა, დღეს ამასაც მოვაგვარე, დედე, მიდი აქედან. ნახე, გაიქეცი ბიჭო, მოდი ვნახოთ პაშა. ქვედა ნაწილი პანელის ღობით გავაკეთეთ, ზედა ნაწილი კი ჩესანია. ქვედა მხარე, სადაც მათი სიმაღლე წუდება, უფრო გამძლე გავხადეთ, ღმერთმაქნას აქედან არ გაიქცევენ. დღეს საკეთსაც დავამაგრებ და ვცდით. ხო, რა მოხდა, მაგალითად, ფაისალი გაუშვი, თხები გაუშვი, სხვა ძალს გაუშვებ, სამივეს ერთად აქ გამოვუშვებ, ისედაც ყველაზე მეტი პრობლემა ნატაშაა, დედე და ასიე მიქნია. ამიერიდან ეს ადგილი მთლიანად მოვაგვარეთ, აქ დარჩებიან ძმაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, კარი როგორია? 10-დან 1 ქულას ველოდები, მართლა ძალიან მომეწონა, სკაის კარი კი აი ესე გამოვიდა. სკაი, იცით, აქ გარეთ იყო მიბმული. სკაი, ბაბა, მოდი შვილო, მოდი, ხალხმა შენი სიდიადე ნახოს, მოდი. სკაის გასვლა არ უნდა. მას შემდეგ რაც სკაი შიგნით შევიყვანეთ, ძალიან მოწყენილია, მეგობრებო, ხასიათზე არ არის, მაგრამ სკაის ადგილი ძალიან ლამაზი გამოვიდა. სკაი, იცით, ქვედა ნაწილს ანგრევდა კარისას, ქვედა მხარეს ასეთი სქენი ლითონის ფურცელი მივაჭერით, რომ კარგად იყოს და აქედან ვეღარ დააზიანოს. ზემოდან კი ასეთი პანელის ღობე გაუკეთეთ. ხო, ნატაშები უკვე გაიქცნენ, რადგან კარზე საკეტი არ არის. შვილო, დღეს რო საკეთს დავამთავრებ, ვეღარ გაიქცევიან. აქ პანელის ღობეა, ქვემოთ ლითონის ფურცელი, პანელის ღობეც ყველგან მივაჭერით, ასე რომ მტკიცე და კარგი რამ გამოვიდა. სკაის რატომ მინდოდა ოთახში დამეყენებინა? ეხლა ბაბუა რო აქედან გადის, ეს ესხმის, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩხუბი და რაღაცეები არ მოხდეს. პირველად სკაისთვის ეს გალია გაუკეთეთ, სადაც მედუზა იქაურ ბადეებს გატეხვას ცდილობდა, მეგობრებო, მაგრამ ახალ ადგილას ესეთ რამეს აღარ აკეთებს. მაშალა აქ ძალიან კარგი გამოვიდა. კარიც ძალიან კარგია. სკაი ბაბას ახალი ადგილი ამის შემდეგ აქაა. სკაი, სტუმრად შეგვიძლია მოვიდეთ შენთან, შვილო. მარტო სკაი აქ რო დავაკენე, თითქოს ცოტა მოწყენილი ჩანს. სკაი, თითქოს ცოტა მოწყენილი ჩანხარ, შვილო, მაგრამ შენთვის სპეციალური ოთახი გავაკეთეთ, ნახე. სტამბოლში ხალხი ესეთ ადგილას 10,000 ლირას ქირას იხდის, შვილო. თუ თხუილია მითხარით, მაგრამ მე ვხედავ. ეხლა სკაი ბაბამ შვენიერ ადგილას ცხოვრობს, თუ შიგნითაც დაასუფთავებენ, ყველაფერი რიგზე იქნება. აქ საქმეები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დასრულდება. ამის შემდეგ დღესვე აქაურობას დავამონტაჟოთ, შევადუღოთ, ძმაო. მედუზების ადგილიც ძალიან კარგი გამოვიდა, მედუზას მადლობა ღმერთს, აქედან ვეღარ გარბის. ისიც იმ ქოხს ანგრევს, ჭკუიდან შლის. ის ქოხი, სადაც ცხოვრობს, მართლა ჭკუიდან გადამიყვანა მედუზამ. ზოგჯერ ცხოვრებაზე გულს მიცრუებს. მისი გაჩუქებას მინდა ვნახოთ, თუ კარგი ვინმე გამოჩნდება, მედუზას გავაჩუქებ.
ესკობარების ხარესაც პრობლემა არ გვაქვს. ეხლად გაკეთებული გალიები კარგი გამოვიდა, მაგრამ დამატებით კიდევაც გავაკეთებ ძმაო. უსა ძალიან დუგაერები მარას. ეხლა მინდა ბაღში კარლოსი, ექტორი და სხვებიც დამოუშვა. ამისთვის გარეთ არ უნდა იყოს მიმული მამრი ძაღლი. აპოლო, მარაზი და არესი გარეთ მიმულები არიან. ამ სამს უნდა მოხსნათ. მათთვისაც სპეციალურ ადგილს მოვაწყობთ, პრობლემა რო არ შეგვექმნას. იმიტომ რომ როცა მიბულები არიან, თქვათ ჰექტორს გაუშვებ, შეიძლება მივიდეს და მიმუძალს დაესხას. ზუსტად ისე როგორც ესკობარი, სკაი და სხვები დავიცავით, ზუსტად ისე სპეციალურ ადგილს გაუკეთებთ მათაც. პატარებო, რასაკეთებთ, მოდით ვნახოთ ჩემო სიყვარულებო. თქვენი ადგილი ძალიან ლამაზი გამოვიდა, დიდ სივრცეში სეირნობთ ნეტავ. ესენიც, მაშალა, კარგად გაიზარდნენ. შემოპატარებო, მაშალა თქვენზე. სად არიან ჩემი მოტიშები, ტოტიშები, ჩემი ლომები? ნახე დედე, არ შეეხო ბონჯუქს, წესიერად იყავი. აბუა, მოდი აქ, გადი. არ შეეხო თხებს, მიეცი ბალახი ჭამო. კაცურად იდექი. მართლა, ჩვეულებრივ ასე არ იქცევია. ეხლა მე რო აქ ვარ, ეს დედე და ნატაშა იღებენ მოტივაციას. აი ნახე, ეხლა უკვე თავისუფლად, ყოველდღიურად, მშვიდად, იარონ ძმაო. როკი, შენც არ შეეხო მათ ცელქო. ცხოველები მშვიდად ზოვენ ბალახს, მე მათთან ერთად არ დავდივარ. ესენი აქეთ გარბიან, იქაც ჩავკეტოთ საკეტი, ესენის რო ჩავკეტოთ თხები და სხვები ფაისალი, უფრო თავისუფლათიული, პუსატის ყელზე საყელო არ ეკეთა. პუსად, მოდი შვილო, მოდი. წემსის ზაღლი პუსატია. ასლა პუსად, მოდი იმად გარშემო იარე ცოტა შვილო. ჩემი სიმპათიური შვილი, მაშალა, კარგად გაზრდილა. ნახე ბაბუა. ბაბუა, მოდი აქ. ბაბუა, გადი. ბაბუა, მოდი. არის შვიათობო, წესიერად დაჯექი, ნახე. მოდი აქ. ეხლა ნორას ბაჭიების ჯერია. მოდი გოქა, წავიდეთ იქით. ნორა მეგობრებო, ადგილიდან არასდროს გადამიყვანია, არაფერი დამირღვევია. რატო? ეხლა იქ იატაკი მიწაა. ხო, ეხლა ჩვენ ეს უკვე ადრე გამოვცადეთ, სამშობიაროში ვათავსებთ, სულ ასე ლეკვები იჭხლიტებოდა, ეს ხდებოდა, ის ხდებოდა. ფაიანსია და თანაც სამშობიარო ძალიან ცივია. ცივა, სულ უნდა დაანთო ღუმელი, ის უნდა ძმაო, საერთოდ არ შემიხებია მისი ადგილი. ისედაც სადაც იყო, ნამდვილი სამშობიარო ყუთივითა. თქვენი აზრით, სულ რამდენი ლეკვი ყავს გოქან, ვინმე თუ გამოიცნობს? გამოიცნობს. მაშინ ვინც გამოიცნობს, იმ ადამიანს საჩუქარი მივცეთ. თუ ერთ საჩუქრად მისცემ, მაშინ მე გეტყვი რიცხვს. მაშინ ვიფიქრებთ ამას. ეხლა გოქრანი ყალბი ანგარიშებიდან დაწერს ამას, თვითონ იცის. მოდით ვნახოთ ვინ გამოიცნობს. კომენტარებში ველოდებით თქვენს ვარაუდებს. ილით შევამოწმე, იმიტომ რომ თითო მე დავითვალე. რამდენი მამრია და რამდენი მდედრი არ ვიცით, ყველა რო არ შეგვეხო, გადავწმიდეთ. მაშინ გეტყვით სულ 8 ლეკვი ყავს. არ მოიტყუო ძმაო. რამდენი? 7 ლეკვი ყავს. 7-ია. ერთი საწავიდა. ერთი ჩემია. ერთი გიოქანისია. სულ 7 თქვათ. რამდენი მამრია და რამდენი დედრი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ბარტყები ბაშალა ძალიან ლამაზები არიან. მაშინაც კი ნახე ეს ნორა ხანუმის პირველი მშობიარობაა. ჩვეულებრივ ესეთი ძაღლები პირველ მშობიარობაზე ბევრ პრობლემას აწყდებიან. აწვევიან, კლავენ, ჭამენ, არულიან, მაგრამ ნორა მაშალა ამ ხრივ ძალიან კარგი ძაღლია, მეგობრებო, გოქან, შენ შიგნით შედი. კარგი. ერთი ცალი. მომეცი ერთი ისეთი როგორც ნორას აქვს. კარგი, ისეთები როგორც ნორას აქვს. ერთი ზედმეტად ნუ გამოვაჩენთ. მაშინ ჩემსაც მოგცემ. ერთი, უკვე გუშინ. გუშინი მშობიარა. დღეს მეორე დღეა. ჩვენი ბაჭიები, ალხამდულილა, მადლობა ღმერთს, ჟამთელები არიან, მაგრამ მეგობრებო, დავინახე და ძალიან ავღელდი, საერთოდ არ შემიხებია მათი ადგილი. ვიფიქრე, არ დავარღვევ, აქ მშვიდად იყოს და ძმაო, მიხედოს თავის ბაჭიებს. ჩვენ ზედმეტად ვეხებით. ზედმეტად ვცდილობთ, რომ გადარჩნენ, მაგრამ ამით უფრო მეტი პრობლემა იქნება. საუკეთესოა თავის ნებაზე დავტოვოთ. თავის ნებაზე დავტოვეთ და ალხამდულილა ჯამთელად არის. ჩვენი პატარები იზრდებიან, ეხლა მათ უყურებს. ინშალლა, ყველა სიცოცხლე შეუნარჩუნებთ. გოქან, გაჩერდი, კამერა არ დაინახოს, მომეცი. ფული გაქვს ძმაო. მომეცი. უფასოდ არ ვაძლევთ. მოდი ნახე. ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. გაჩერდი. გზადვართ მეგობრებო, გაჩერდი დედე. დედე უკრიდან ბაჭიას უყურებს. თქვენგან თხოვნა მაქვს, ერთი მაშალლაჰი არ დაგაკლოთ, თხოვთ. მაშალლაჰ თქვით. აიდე, მოდი. ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. შეხედე ამას. ბიჭია თუ გოგო, მოდი ჯერ ვნახოთ, გოგოა. ჩემი გოგო.
მაშალა შენ ნახე, ზუსტად დედას გავს. ჯამთელი ლამაზი შვილი შეგვეძინა გილოცავთ. ინშალლა ღმერთი მშვიდად და ჯამთელად ცხოვრებას მისცემს, დედა კარგად მოულის და ყურადღებას მიარწევს. მაშალა. ადრეაც კითხეთ, მაინტერესებს ვინმეს თუ გამოუვიდა რიცხვის გამოცნობა. ზუსტად ჩემი ვარაუდია, მე ვთქვი 8 შვიდს გააჩენს მეთქი. 8 შვილი ალხამდულილლა მოგცა ჩვენო პატარა, მეგობრებო, ყველა ესეთი იყო. სხვადასხვა ფერისებიც არიან. როცა პირველად მოვედით, რადგან მშობიარობა დაიწყო, 4 იყო. ამის შემდეგ 6 გახდა. ამის შემდეგ საღამო შემოწმებისას 7 გახდა. დღეს დილის შემოწმებისას 8 გახდა. დიახ, ანუ ყველა ერთდროულად არ დაბადებულა, ძაღლებში საშუალოდ მშობიარობა შეიძლება თითქმის 2 დღე გაგრძელდეს, მეგობრებო. მაგრამ ჩვენ სულ მაშალა 8 ლეკვი ყავს. თქვენგან თხოვნა მაქვს, მაშალა არ დაივიწყოთ. ესეც ჩვენი ლამაზი გოგოა. გოქან აიღე ეს და იგდადე, რომ დედისგან ძალიან შორს არ იყოს. ის კარი გააღე. მოდი. გააღე, მაო. მოდი აბა, მოდი. შიგნით შესულა. დედა ნორა კუთხეში წავიდა, ხო ასეა? ზუსტად, ნორა კუთხეშია. კარგი, ზუსტად თავის ადგილზეა, გადი. ისედაც შიგნით ყველაფერი როგორც სამშობიარო ყუთშია. დიდი მადლობა ღმერთს, ლეკვებში არანაირი დაჭყლეთ ან რამე მსგავსი არ შეხვედრია, მეგობრებო. ვამოწმებ ხო ძმაო. მუდმივად ვამოწმებთ, იმედია არც შეგხვდება. ეხლა როგორ არის, იცით? ეს როტვეილერები, კეინკორსოები ხშირად აქვთ მიდრეკილება, რომ თავიანთი ლეკვები გასრესონ. ლეკვების დაკარგვა მათთან ხშირად ხდება. მუდება, უდმივად უნდა აკონტროლო. მუდმივად თვალყურის დევნების შესაძლებლობაც არ გვაქვს. მაგრამ დედაც კარგად მოულის, მაგალითად ნორა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მშობიარობა ჰქონდა, მშვენივრად ასრულებს დედობის მოვალეობას. ლეკვები მიიღო, ძალიან კარგად უვლის, ხო ასეა? ჩემი ეს არის. გავი არაჩვენო შვილო, ვიდეოში ვართ, მე ვნახავთ. შენ მიაწებე ძუძუსთან. ესა ღია და ნათლად ვამბობ. კარგი დაადე, κρემოთ დაადე. ნახე შვილო, აშკარაა. ჯერ არა ისჩიო. ღმერთო, უკვე ავრჩია. ღმერთისნები ჯერ იცოცხლოს და მე ყველაფერი მარტივი იქნება, ძმაო. თუნდაც მარტო დაჩეს ის ლეკვი ჩემი იქნება. რას გულისხმობ? ზუსტად. ისე არ იყოს როგორც ლეოსთან იყო ძმაო. ეგრე არ ხდება, შეგიძლია იქიდან გამოხვიდე. ეს ჩემი საქმე არ არის. თუ რამე ერთი დარჩება, ამბობს რომ ის მისი იქნება. ნორას მოვიტაცებ, ნახე. სხვა. ეხლა იცით, ნორა ჰექტორთან შევაჯვარე, მეგობრებო. ჰექტორი ძალიან დიდი ძაღლია. ნორაც მიუხედავად იმისა, რომ მდედრია, საკმაოდ დიდი ძაღლია. ჩვენი ეზოს ყველაზე დიდი მდედრი კეინკორსოა. უფრო მეტიც საგვარეულოცავს. ჰექტორიც სერტიფიცირებულია და ნორაც სერტიფიცირებულია. ორივე შესანიშნავი ხარისხის შვილია. ღმერთმა თუ ინება ლეკვები რო გაიზრდებიან, ისინი დიდი და ლამაზი იქნებიან, ძმაო. იმედია თუ გავზდით, მეგობრებო. მოდით აბა ამ კაცს ამბავ ნახოთ. შეიძლება ეს ვიდეოში არ ვაჩვენო. დაიცადეთ, აბა დაიცადეთ, ბიჭო. სალამ ალეიქუმ. როგორ ხარ, ასლან ფარჩასი? ბონჯუკები გაუშვი, ფაისალ. გაიქეცი და მათთან ერთად ითამაშე, ფაისალ. ესლა მეგობრებო, თუ ღმერთი ინებებს, დღეს აქაურ კარსაც დავამთავროთ. ამ ადგილის კარსაც გავაკეთებთ. დავაცადო როკი ფაისალთან ერთად გავასეინო. როკი, მოდი, როკი. როკი, ფაისალზე დაგსვავ როკი. როკი, გაგასეინო ფაისალთან ერთად. სეირნობა გინდა? სუდი ბიჭი, ბაბუ, ჭკვიანად იყავი. ნუ გამაგიჟე, ბიჭო. ცუდი ბიჭი. მოდი გარეთ გავიდეთ, ვნახოთ. აჰა, ნახე, ამ კარის დღეს აქ დავაყენებთ. სპეციალურ მეტალის ფურცელსაც ვიყიდით. იმ ბაკლავის ნაჭრის ფორმის ფურცლებს თუ რაც არის. ამ კარისაც დღეს დავამთავრებთ და მერე ჰოპალა აქეთ. ნელ-ნელა, ხო ასეა ტაისონ ბაბა. ლამაზო ბიჭო, გაგიშვა და მერე თხებზე მიიჭრები, გიჟო. ეხა მოდით, აბა. ნელ-ნელა იქ წესრიგის მოყვანა შეუდგეთ, მეგობრებო. იქ კარგად დავასუფთავოთ, რომ ადამიანურად გამოიყურებოდეს. ბოლოს იმ ლურჯის აღებავით, შიგნიდანაც შევღებავთ, რომ სუფთად იყოს. ჯერ სკაის ადგილიც არ დამთავრებულა. ჯერ დრო გვაქვს. პირველ რიგში აქ სისუფთავეა მთავარი. გოქან ეხლა აქედან ცვრილმანი ნივთები გავიტანოთ. კარგადა. აქ ყველაფერი წესრიგში მოვიყვანოთ. რას ვიგებთ? სინამდვილეში იცი რა, ეს ადგილი ზუსტად ფაისალის ადგილია. ფაისალი ყოველთვის. არეტევა. სადარეთევა. შიგნით ხო არ ირბენ, სვიმაც რომ მოვა, შევა. გამოდი დედე. დეიდაო, გამოდი, დაიჭირე, გამოდი, ნახე. გამოდი კარის პირიდან. მოდი ამ ნივთები გამოვიტანოთ, მეგობრებო. ამის შემდეგ ბოლოს შევაგროვებთ. კიდევ ბევრი საჭირო ნივთი გვაქვს. შიგნით შეიძლება თაგვი გამოვიდეს. ყველგან არის. არის, არა? გამოდი ვნახოთ. აქ ყველაფერი თაგვებით აქვს სავსე. აქედან კარგი მასალა გამოვა. ეს უკვე გარსუფთავებულია.
აქ ადრე კიდე უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, მეგობრებო. რამდენი ნაგავი და უსარგებლო რამეც იყო, ყველაფერი აქ იყო თავმოყრილი. ერთი წუთით. შემოდი ესენი გარეთ გავიტანოთ. მოდით ნახოთ ვიდეოში შევძლებთ თუ არა თაგვის დაჭერას. ესენი აქ აუცილებლად იპოვია. ესენი არიან დედე, ნატაშა, ასიე. სამივე თაგვების მონადირეა. ეს დამიჭირე ერთი. ხოლო ეს დრელი, ბოთლი, შვილო, სწორად დაიჭირეს. რატო იჭერ დახრილად? დახრილად შენ იჭერ სინამდვილეში. გამოდი დედე. დედე გარეთ, დედე. ცუდი ბაბუა გარეთ. შვილო, ბოლოს ავიგებ, ჯერ მოდი ეს შიგნი დავცალოთ. ამათ საჭიროებს ბოლოს გავარჩიოთ. ბაბუა გარეთ. ბაბუა გარეთ, ბაბუა. გამოდი ნახე. იქიდან გაიკეცი. ბაბუა გამოდი. გაგდე გარეთ. შვილო, შენ ახლა რატო აიღე ნიჩაბი? ქვემოდან ასაცევა ძმაო, გველი თუ რამე გამოვა, მერე ნახე პრობლემები. ბაბუა, გამოდი, ბაბუა, გამოდი. გამოდი, შვილო. გამოდი, შვილო, გამოდი. გამოდი, აბა, გამოდი, აბა, გამოდი, აბა, გამოდი. გაიქეცი იქიდან. ლამაზიდანაა ყოფილა, ხედავ ამასაკ. კარგია რომ შევედი და ვიპოვეთ. დაიცად. ეხლა მასთან აღარაფერს გააკეთებ. რატო? და საფრე, ბრისთვის გინდა ის. მე დაგჭრი. ფერმაში ლაცნა გავია, ყველაფერი აქ არის, ხო? პირდაპირ ჩაყარე ამაში. დაიცადე ნატაშა. დასუნდავება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება? კი, 1 საათი მაინც დაგჭირდება. კუთხეებიც ხომ არის? მეგობრებო, ამჟამად ოთახს. დიდი მადლობა ღმერთს, თითქმის სუფთად გავასუფთავეთ. ცოტა წვრილმანი დარჩა. დაახლოებით 6-7 ხელის ეტლი ნაგავი გამოვიდა აქედან. საკმაოდ ბევრი ნაგავი იყო. ამჟამად როგორც ხედავთ, იატაკი ისეთი სუფთაა, რომ ძაღლი კი არა, კედლებს თუ შევღებავთ, ადამიანი იცხოვრებს აქ, ანუ ყველაფერი სუფთაა. სინამდვილეში მინდოდა შემევება, მაგრამ მე ვიფიქრე, ეხლა რომ შევვებოთ, რა შეიცვლება. უბრალოდ ესენი რომ დარჩება, მაშინ გადავკრით. ლამაზად გამოჩნდება, ხო იცი? მაგრამ ლამაზად გამოჩნდება, მაგრამ როცა ესეებს ჩავსვამ, მაინც გადავკრით. ეხლა რომ შევდებო სავებავს, ტყუილად დავხარჯავ.
ჯობია, საერთოდ არ შევღებო აქ. საერთოდ არ არის საჭირო საღებავი. მომეცი ის ნიჩაბი, ნახე. მოდი ეს დარჩენილების ჩავყაროთ შიგნით. აი შეავსე. ეხლა კი ყველაფერი სუფთაა. ვირთხა თუ რამე მსგავსი არ გამოჩენილა, ყველა გაქცეულა. ესენი რა ვინახე? ეს რა ჯანდაბა? პიცარია ყოფილა. გარეთ კიდე უამრავი უსარგებლო რამეა, ისინიც უნდა გავარჩიოთ და ნაგავი გადავყაროთ. დაიცადე ნატაშა, გაიციე. გოლი ძალიან მოგეწონათა გოგო. მოდი დაველოდოთ. ძმაო, შიგნიდანაც. კიდე ბევრი საჭირო ნივთი გამოჩნდა. დრელი, სპირალი, რაც გინდათ, ადრე აქ გადმოვყარეთ ესენი. ამის შემდეგ. მოდი აქ. ამის შემდეგ სულ ნაგავი გამختარა. ეხლა საკუჭნაო გვერდით გავაკეთეთ. ერთი გვერდი. რაც საჭიროა, ეხლა იქ ვაწყობთ. ეს ადგილი ძაღლებს მივცემ. სინამდვილეში აქ ძალიან ლამაზი ოთახი გამოვიდა. ან იქნება აქ სხვა რამისთვის გამოვიყენოთ, რა ვქნათ. ოთახი ძალიან მომეწონა გოხან. გაწმენდილია. რაც გინდა ისქენი მე რა. გაწმენდილი რო არის, კაც დაემსგავსა. რაც გინდა ისქენი, თუ გინდა შიგნით ლოგინი დააგდე და დაწექი, მე არ მაინტერესებს. დიახ. მე დასუთავება გავაკეთე, გასაც დავამთავრებ, ჩემი საქმე აქ დასრულებულია. დიახ. მართალია. არა, აზოს გეკითხები, შეხო ადამიანი ხარ. არა ძმაო, აზოს ნუ მეკითხები, შენი გონება ჩემზე უკეთესია. ეს არის ეხლა აზრი მკითხე. ის რაღაც უცნაურად ჭირვეულობს. არა, ეს ბრაზი არ არის ძმაო. რას ბრაზობ? ბიჭო, გეუბნები აქ მოდი. არ მოგწონს ძმაო. აბა იდეა რომ შემოგეთავაზებინა, რა შეიძლება იყოს? არა, მე ათოვაზობ არაფერს, იმიტომ რომ არ მოგწონს. ეხლა თავს კედელს მივარტყამ, მართლა. მარტლი. ფიცით გეუბნებით, თავს კედელს მივარტყამ, მეგობრებო. ფიცს ვდებ. შემშია შეცდომა ბურაკ. რატომ ამბობ ასე? ფიქრობ რა გავაკეთოთ? მაყურებლებს კითხე, ისინი რამეს გეტყვიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავაკეთოთ აქ? ნატაშები მოვათავსო, მეგობრებო. სინამდვილეში აქ, ხო? აპოლო მარაზით შეგვიძლია დავამატოთ, მაგრამ ისევ ბაბუებისთვის დასაფარი ადგილი გჭირდება. აპოლო მარაზი აქედან ვერასდროს გაიქცევიან. ისინი ჩვეულებრივ ყველგან აფეთქებენ. მაგრამ აქედან ვერც გაიქცევიან. არ ვიცი ძმაო, ეს ადგილი კარგად უნდა დავფიქრდეთ, მეგობრებო. თქვენ რას ფიქრობთ, რა გავაკეთოთ? მოიფიქრეთ, აქ კარგი იდეა ჩემთვის, ძმაო. ამ ადგილს იმიტომ, დედე. ამის მიხედვით შევაფასო. ეს ერთი მოწმინდე აქაურობა დაალაგე. აქ საკმაოდ დიდი ჩუჩხი იყო, როცა გავხსენი და გავასუფთავე, უზარმაზარი ადგილი გაიხსნა ძმაო. სწორედ სახლისავითაა, მართლა სახლისავით გამოიყურებო, საკმაოდ დიდია. დედე. ცოტა ხანში აქ შეგტენით, დედე. ცოტა ხნის წინ ფაისალი გავიდა გარეთ. თხებისკენ. უსინდისო ბაბუები ისევ დასდებენ მას. დაიცადე, გააჩერე ნიჩაბი შევაგროვო. აქ ლამაზია. აქ მე აირე ის კაუჩი იქიდან. ხოთვის წვერი, იცი როგორია? ისეთია, როგორც ესთეტიკური ცხვირიანი მანქანები. აი ასე. აიღე ეს კაუჩი იქიდან. კაუჩი რო დავინახე აქ, გამოგვადგება ჩვენ კაუჩი. კეთილი საქმები? თუ გამოვა ისიც ოსტატია. შენ გამოუშვებ მას. დაიხიეთ ახალგაზრდებო. სუფთა გახდა. ამათაც ახლა გავაცალკევებ. სუფთა და ბინძური, აქაც საკმაოდ ცუდი სუმი დგას, მეგობრებო. ეხა ყველაფერი კარგადაა. დღეს აქ საკეთს დავაყენებთ. საკეთს დავამთავრებ, მერე სახლის კარს გავაკეთებთ. სახლის კარს შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ უკვე. ბონჯუკ, კეთილი იყო შენი მოსვლა შვიდო. რა საკეთე, ბიჭო? სუდი ბიჭი. აბუა, მოდი აქ. შტ, ასიე. ბონჯუკი გაბრაზდა, ისევ უტყამს. ბონჯუკი გაგიჟდა. ბონჯუკი გაგიჟდა. კარგი შვილო, დაანებეთ მათ თავი. ბაბუა, მოდი აქ. არა ძმაო, არა. აქ ყველაზე კარგი ესენი დავხურდავხუროთ. ცხოველები თავისუფლად იარო. ისინი ჩვეულებრივ ასე არ იქცევიან, მაგრამ მე რო დამინახეს, ეხლა ჭირვეულობენ. არ არის ის რო კბენენ, უბრალოდ ცხოველებს აღიზიანებენ. კარგი, ეხლა საქმეებს იქიდან გავაგრძელოთ, სადაც გავჩერდით.
ეს ოთახიც ესე გამოვიდა, როგორც ხედავთ, მეგობრებო. როგორც თქვი, თქვენს აზრებს ველოდები, დედე დავაყენოთ. სხვა მიზნით გამოვიყენოთ. თუ ასეა, კომენტარებში დაწერეთ და დავფიქრდები, გადავიტან თუ არა. ძალიან მიყვარხართ, არ დაგავიცლეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, თავს გაუფრთხილდით, ნახვამდის. შვიდობით, მეგობრებო.